თქვათ გაქვს 1500 ლარი და გინდა პარიზში 4 დღით მოგზაურობა. შენი აზრით შესაძლებელია? ახლა შევეცდებით თქვენს თვალწინ დავგეგმო ასეთი მოგზაურობა. პირველ რიგში ვხსნი Google-ს და ვწერთ აი ამას. შემდეგ შევდივართ აი აქ. ამ ადგილას ვწერთ ქუთაისი, აქ კი ვწერთ პარიზი. შემდეგ ვაჭერთ ძებნას. ამის შემდეგ ჩამოვდივართ ქვემოთ და შევდივართ აი ამ გრაფიკში. პლუსის და მინუსის მეშვეობით აქ მოვნიშნავთ 4 დღეს. შემდეგ აი ამ ლურჯი ხაზების მეშვეობით ვეძებთ რომელ პერიოდშია ფრენა ყველაზე იაფი. აი აქ მიჩვენებს რომ 18 იანვარს გაფრენა და 22 იანვარს გამოფრენა ორივე გზა ღირს 418 ლარი. ვაჭერთ OK-ს. ხედავთ რომ ფრენა არის ვიზიარით, გადავდივართ ვიზიარის საიტზე და ვყიდულობთ ბილეთს. პირდაპირ ვიზიარის საიტზე იმიტომ არ მოვძებნე რომ იქ ასე ერთ წუთში ვერ ვიპოვიდი რომელი 4 დღეა ყველაზე ბიუჯეტური. ადგილზე ჩასულს დაგვჭირდება ინტერნეტი. ამისთვის შევდივართ კოსმოსიმის აპლიკაციაში. ავირჩევთ ევროპას და შემდეგ ავირჩევთ სასურველ ტარიფს. ყველაზე ხელმისაწვდომი და ძალიან მარტივი აპლიკაციაა. მხოლოდ ერთხელ აყენებ ვირტუალურ სიმბარაც და შემდეგ მუდმივად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია გამოიყენო. გარდა ამისა, თუ მიუთითებთ კოდს მოგზაური 1 გიგაბაიტს მიიღებთ საჩუქრად. თქვათ ავირჩიეთ 10 გიგაბაიტი. კოდის მითითებით კიდევ 1 გიგაბაიტს ვიღებთ საჩუქრად და 11 გიგაბაიტი გამოდის მხოლოდ 36 ლარი. პარიზის აეროპორტში შეგვიძლია ვიყიდოთ ერთკვირიანი სამგზავრო ბარათი. ღირს დაახლოებით 97 ლარი. სასტუმროს მოსაძებნად შევდივართ აი ამ აპლიკაციაში და ვუთითებთ პარიზი 18-დან 22 იანვრამდე 2 ადამიანზე. შემდეგ აი ამ სამხას ვაჭერთ, ჩამოვდივართ ქვემოთ და ამ რგოლს გავწევთ ისე რომ დაახლოებით 200 ევროზე დავაყენოთ. შემდეგ ვაჭერთ ძებნას. აი ეს გამოიყურება კარგად 213 евро ღირს 2 ადამიანზე. ანუ ერთ ადამიანზე გამოდის დაახლოებით 333 ლარი. ლური ღირს დაახლოებით 68 ლარი. ორსეის მუზეუმი ღირს დაახლოებით 44 ლარი. ვერსალი დაახლოებით 75 ლარი. ნოტრედამი და კიდევ ბევრი სხვა სანახავი ადგილი უფასოა. დარჩენილი 429 ლარი არის დაახლოებით 127 евро. თუ უმეტესად საკვებს სუპერმარკეტში შევიძენთ, ეს თანხა საკვებისთვის 4 დღეში საკმარისზე მეტი იქნება. ესეც ჩვენი მოგრძალებული მოგზაურობა. დაწერეთ როგორ მოგეწონათ იდეა და არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა ბევრი საინტერესო ვიდეო სანახავად მოგზაურობაზე.